გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ესე იგი დღეს ჩვენ გერმანიაში უნდა ვისწავლოთ რამდენიმე ახალი სიტყვა. ნახეთ, გერმანულად პირდაპირ ეს არის geradeaus. Geradeaus, ანუ პირდაპირ. მარცხნივ ეს არის links. Links მარცხნივ და მარჯვნივ ეს არის rechts. Rechts. ესე იგი geradeaus, ანუ პირდაპირ, links მარცხნივ და rechts მარჯვნივ. გერმანულად სად ეს არის wo. Wo, სად. მაგალითად ნახეთ, wo ist, ანუ სად არის. Wo ist, სად არის, მაგალითად, wo ist der Bahnhof? სად არის სადგური. Der Bahnhof არის სადგური. ან wo ist das Kino? სად არის კინო. Das Kino არის კინო. ან wo ist der Kindergarten? სად არის საბავშვო ბაღი. Der Kindergarten არის საბავშვო ბაღი. ნახეთ, აქ გერმანულად არის hier და იქ გერმანულად არის dort. მაგალითად, აი აქ სად არის საბავშვო ბაღი, გერმანულად იქნება wo ist hier der Kindergarten? Wo ist hier der Kindergarten? ანუ სად არის აქ საბავშვო ბაღი. Wo ist hier der Bahnhof? Wo ist hier der Bahnhof? სად არის აქ სადგური. ან wo ist hier das Kino? Wo ist hier das Kino? სად არის აქ კინო. ახლა კი გადავდივართ ჩვენს დღევანდელ პირველ ზმნაზე. ნახეთ, გერმანულად ძებნა ეს არის suchen. Suchen არის ძებნა. და როდესაც ვამბობთ მე ვეძებ, შენ ეძებ, მოდით ვისწავლოთ აი ეს, ანუ ზმნის უღლება ვისწავლოთ, მოდით. ესე იგი, ნახეთ, გერმანულად მე ვეძებ ეს არის ich suche. Ich suche. მაგალითად, წეღან ჩვენ ვისწავლეთ, რომ სადგური ეს არის der Bahnhof. Der Bahnhof არის სადგური. წინადადებაში, როდესაც ვამბობთ მე ვეძებ სადგურს, ეს იქნება ich suche den Bahnhof. ოღონდ აქ der Bahnhof არის აკუზატივში. თუ გახსოვთ, აკუზატივი ჩვენ ნასწავლი გვაქვს. აკუზატივი არის წინადადების პირდაპირი ობიექტი. ამ შემთხვევაში სადგური, ამ der Bahnhof, ამ წინადადებაში არის პირდაპირი ობიექტი, ამიტომაც არის აკუზატივში. და აკუზატივში, ვისაც არ გახსოვთ, მოდით გავიმეოროთ, გავიხსენოთ. აკუზატივში მამრობითი სქესის არტიკლი der ხდება den. ამიტომაც der Bahnhof აქ გახდა den Bahnhof. Ich suche den Bahnhof. მე ვეძებ სადგურს. მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ სქესებს, ანუ საშუალოს და მდედრობით, აკუზატივში არც ერთი არ იცვლება. მაგალითად, ნახეთ, das Kino არის კინო, რომელიც არის საშუალო სქესი. როდესაც ვამბობთ მე ვეძებ კინოს, იქნება ich suche das Kino. როგორც ხედავთ, das Kino არ შეცვლილა. ანუ das საშუალო სქესის არტიკლი არ შეცვლილა, რადგან აკუზატივში მხოლოდ და მხოლოდ მამრობითი სქესის არტიკლი იცვლება. ესე იგი, ich suche das Kino. ანუ მე ვეძებ კინოს. ესე იგი, მოდით გავაგრძელოთ ჩვენი ზმნის უღლება. მე ვეძებ არის ich suche, შენ ეძებ du suchst, ის ეძებს იქნება sie, es sucht. ჩვენ ვეძებთ wir suchen, თქვენ ეძებთ ihr sucht, ისინი ეძებენ sie suchen და ასევე ვიცით რომ გვაქვს თავაზიანი ფორმა. თქვენ ეძებთ sie suchen იქნება ესეც. ესე იგი, ich suche, du suchst, sie, es sucht, wir suchen, ihr sucht, sie suchen იქნება ეს. ეს არის ჩვენი დღევანდელი პირველი ზმნა, suchen, ძებნა და მისი უღლება. ახლა როგორ არის გერმანულად ქუჩა? გერმანულად ქუჩა ეს არის die Straße. Die Straße არის ქუჩა. ნახეთ, პირველი ქუჩა იქნება die erste Straße. Die erste Straße. მეორე ქუჩა იქნება die zweite Straße. Die zweite Straße და მესამე ქუჩა იქნება die dritte Straße. Die dritte Straße, ანუ მესამე ქუჩა. ახლა უკაცრავად გერმანულად არის Entschuldigung. Entschuldigung, მაგალითად აი ნახეთ, Entschuldigung, უკაცრავად ich suche den Bahnhof. მე სადგურს ვეძებ. ან Entschuldigung, ich suche das Kino. უკაცრავად მე კინოს ვეძებ. ან მაგალითად Entschuldigung, ich suche den Kindergarten. უკაცრავად მე საბავშვო ბაღს ვეძებ და ასე შემდეგ. გადავდივართ შემდეგ ზმნაზე.
gehen წასვლა. ოღონდ ბრძანებით შემოდით ჯერ ვისწავლოთ. ნახეთ, წადით. გერმანულად არის gehen Sie. Gehen Sie, ანუ წადით. ნახეთ, პირდაპირ წადით გერმანულად იქნება gehen Sie geradeaus. Gehen Sie geradeaus, ანუ პირდაპირ წადით. ან მაგალითად, როდესაც არ ვიცით თუ სად არის ის ადგილი, tut mir leid, ვწუხ ვარ, ბოდიში, tut mir leid, ich bin auch fremd hier, მეც აქ უცხო ვარ. Ich bin ნიშნავს მე ვარ, auch ასევე, ამ შემთხვევაში ich bin auch, ანუ მეც ვარ fremd, უცხო hier აქ, ანუ მეც უცხო ვარ აქ. Tut mir leid, ვწუხ ვარ, ich bin auch fremd hier, ანუ მეც აქ უცხო ვარ, ანუ არ ვიცი სად არის ეს ადგილი. ან ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ich bin nicht von hier, ანუ აქაური არ ვარ. Ich bin nicht von hier, აქაური არ ვარ. ესე იგი, ავტობუსი გერმანულად არის der Bus. Der Bus ავტობუსი. ავტობუსით იქნება mit dem Bus. Mit dem Bus ავტობუსით. მატარებელი ეს არის der Zug. Der Zug და მატარებლით იქნება mit dem Zug. Mit dem Zug. Taxi ეს არის das Taxi. Das Taxi. Taxit იქნება mit dem Taxi. Mit dem Taxi. თვითმფრინავი ეს არის das Flugzeug. Das Flugzeug და თვითმფრინავით იქნება mit dem Flugzeug. Mit dem Flugzeug. Metro ეს არის die U-Bahn. Die U-Bahn და მეტროთი იქნება mit der U-Bahn. Mit der U-Bahn. და რაც შეეხება ფეხით, ეს გერმანულად არის zu Fuß. Zu Fuß ანუ ფეხით. აი მაგალითად ნახეთ, kann ich dahin zu Fuß gehen? ეს თარგმნი როგორც შემიძლია იქ ფეხით მივიდე, ან ფეხით წავიდე. Kann ich, ანუ შემიძლია dahin იქ zu Fuß ფეხით gehen, წავიდე, ან მივიდე. Kann ich dahin zu Fuß gehen? შეიძლება ან შემიძლია იქ ფეხით წავიდე. და წადით ტაქსით იქნება fahren Sie mit dem Taxi. Fahren Sie ანუ წადით mit dem Taxi ტაქსით. ნახეთ, ახლა მოდით ვისწავლოთ სამი ზმნა. პირველი არის gehen, gehen არის წასვლა და მოდით ამ ზმნის უღლება ვისწავლოთ. ნახეთ, ich gehe, მე მივდივარ, du gehst, შენ მიდიხარ, er sie es geht, ის მიდის. Wir gehen, ჩვენ მივდივართ, ihr geht, თქვენ მიდიხართ, sie gehen, ისინი მიდიან. ახლა კი მეორე ზმნა ვისწავლოთ, რომელიც არის fahren. Fahren ესეც არის წასვლა, ასევე არის ტარება მანქანის, მაგრამ ამ შემთხვევაში ვისწავლოთ როგორც წასვლა, ოღონდ ეს არის წასვლა ტრანსპორტით. ახლა ამის უღლება ვისწავლოთ. Ich fahre, მე მივდივარ, du fährst, შენ მიდიხარ, er sie es fährt, ის მიდის. Wir fahren, ჩვენ მივდივართ, ihr fahrt, თქვენ მიდიხართ, sie fahren, ისინი მიდიან. Ich fahre, du fährst, er sie es fährt, wir fahren, ihr fahrt, sie fahren იქნება. შემდეგი ზმნა ეს არის fliegen. Fliegen არის ფრენა. ახლა ამის უღლებაც ვისწავლოთ. Ich fliege, ანუ მე მივფრინავ, du fliegst, შენ მიფრინავ, er sie es fliegt, ის მიფრინავს. Wir fliegen, ჩვენ მივფრინავთ, ihr fliegt, თქვენ მიფრინავთ, sie fliegen, ისინი მიფრინავენ. ესე იგი, ich fliege, du fliegst, er sie es fliegt, wir fliegen, ihr fliegt, sie fliegen.